უცნობი დეტალები დიდი მხატვრების ცხოვრებიდან. ხელოვნების მკვლევარ მერი მაცაბერიძესთან ერთად სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანზე. დღეს ჩვენ ისევ დროში ვიმოგზაურებთ და მე გესაუბრებით სულ მცირე ერთი საუკუნის წინ განვითარებულ მოვლენებზე, რომელიც დაკავშირებულია რეჟისორ კოტე მარჯანიშვილთან და მხატვარ კონსტანტინე სომოვთან. ეს ყველაფერი დაიწყო ასე. 1927 წელს 22 წლის ასაკში ხელოვნებაცოდნე დავით არსენიშვილმა თბილისში ჩამოაყალიბა კავკასიაში პირველი სათეატრო მუზეუმი. დავითი აგროვებდა ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო საქართველოში თეატრის განვითარების ისტორიასთან. მალე იგი გაემგზავრება მოსკოვში, რათა შეაგროვოს და საქართველოში ჩამოიტანოს ქართული თეატრის რეფორმატორის რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის რუსეთში მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები. მნიშვნელოვანი იყო მოდერნისტი მხატვრის კონსტანტინე სომოვის ესკიზის მიხედვით შექმნილი თავისუფალი თეატრის ფარდის ჩამოტანა, რომელიც გარდა იმისა, რომ იმდროინდელი რუსეთის ავანგარდული მხატვრობის შედევრს წარმოადგენდა, ადასტურებდა ქართველი რეჟისორის შემოქმედებით ტრიუმფს მოსკოვში. დიდი სირთულეებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, არსენიშვილმა მოახერხა ფარდის საქართველოში ჩამოტანა და მისი თავისივე დაარსებულ სათეატრო მუზეუმში დაბინავება. მე-20 საუკუნის დასაწყისის ვერცხლის საუკუნედ წოდებულ ეპოქაში შექმნილი ფარდა მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობით უნიკალურია. ფარდის ადრესასწაულო ფერადოვანი გამა ასოცირდება მუსიკალურ ჰანგებში, რაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. კოტე მარჯანიშვილის არქივზე მუშაობის დროს მის მემუარებში წავაწყდი 102 წლის წინ შედგენილ დოკუმენტს. ეს არის რუსულ ენაზე მელნით ნაწერი ხელშეკრულების დედანი დამოწმებული რუსეთის იმპერიის ორთავიანი არწივის გერბით. ხელშეკრულება დაიდო რეჟისორ კოტე მარჯანიშვილსა და კალუკის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლ მილიონერ ვასილი სუხადოლსკის შორის. ხელშეკრულება ასე იწყებოდა. 1913 წლის აგვისტოს 31 დღეს ჩვენ ქვემოორე ხელის მომწერნი მოქმედი სტატკის ავეტნიკი ვასილი პეტრეს დე სუხადოლსკი და აზნაური კონსტანტინე ალექსანდრეს დე მარჯანოვი ვდებთ ურთიერთშეთანხმებას შემდეგი პირობით. ჩვენ სუხადოლსკი და მარჯანოვი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოსკოვში და სხვა ქალაქებში ერთობლივად ვაყალიბებთ თეატრალურ საწარმოს 4 წლით და 6 თვით სახელწოდებით თავისუფალი თეატრი. ამ საქმისთვის სუხადოლსკიმ დაიქირავა შუკინის თეატრი ერმიტაჟი, მე სუხადოლსკი ამ საქმეში ვდებ მთელ საჭირო კაპიტალს და ჩემს თავზე ვიღებ ფულად პასუხისგებლობას, ხოლო მე მარჯანოვი საქმეში ვდებ გამოცდილებას, ცოდნას და როგორც დირექტორ გამკარგველი საკუთარ თავზე ვღებულობ საქმის წარმართვის მთელ სიმძიმეს, როგორც სამხატვრო ნაწილის დამოუკიდებელი ხელმძღვანელი. და ასე შემდეგ გრძელდება პუნქტების ჩამონათვალი. მთლიანად ხელშეკრულება შედგება 13 პუნქტისაგან. გარიგება შედგა. ორივე მხარე კმაყოფილი იყო. განხორციელდა კოტე მარჯანიშვილის ოცნება, შეექმნა თავისუფალი თეატრი. პირველი სინთეზური თეატრი, თეატრი დღესასწაული, სადაც მას ექნებოდა შემოქმედებითი დამოუკიდებლობა, ხოლო ვასილი სუხადოლსკის წილად ხვდა დამატებითი შემოსავლის წყარო და რაც მთავარია თეატრალური მეცენატის სახელი, რაც იმ დროს ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა. ხელშეკრულების დადების შემდეგ კოტე მარჯანიშვილი შეუდგა შუკინის ერმიტაჟის შენობის რეკონსტრუქციას. მის გადაკეთებაზე 200,000 მანეთი დაიხარჯა. მარჯანიშვილი სპეციალურად გაემგზავრა დასავლეთ ევროპაში, საფრანგეთსა და გერმანიაში, ავსტრიაში, ინგლისსა და იტალიაში, სადაც ეცნობოდა და სწავლობდა თეატრის ახალ ტექნიკას, ინტერიერის დიზაინს და ამავე დროს მოსკოვის თავისუფალი თეატრისთვის იწვევდა დიდ რეჟისორებსა და მსახიობებს. მაგალითად, პრაღიდან მან 120 პროფესიონალი მუსიკოსი ჩამოიყვანა თეატრის ორკესტრისთვის. 1913 წლის 9 ოქტომბერს კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით გაიხსნა პირველი რუსული სინთეზური თეატრი,
თავისუფალი თეატრი მუსორგსკის ოპერით „ზაროჩინის ბაზრობა“. რეჟისორი ალექსანდრე სანინი, იგი მარჯანიშვილმა პარიზიდან ჩამოიყვანა. ხალხში აჟიოტაჟი გამოიწვია პრემიერის დღემ. დარბაზში ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არ იყო. თეატრში მისულ მაყურებელს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდა. იქ ყველაფერი უკანასკნელ დეტალამდე გათვლილი და გააზრებული იყო. ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტაციაში არაა აღნიშნული, თუ ვინ იყო თეატრის ინტერიერის არქიტექტორ-დიზაინერი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ინტერიერის მხატვრული გადაწყვეტა მოხდა თავად მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით. დახვეწილი გემოვნებით შესრულებულ მყუდრო ინტერიერს აღფრთოვანებაში მოყავდა მნახველი. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა იტალიური კომედია დელ'არტეს თემაზე კაშკაშა ფერებში გადაწყვეტილმა სცენის მთავარმა ფარდამ. ცნობილია, რომ ნებისმიერი თეატრის მშვენება სცენის ფარდაა. მხატვრები ფარდას როგორც თეატრის სახეს ისე უდგებოდნენ და ცდილობდნენ შეექმნათ განსაკუთრებული, უცხო და ერთადერთი. შემორჩენილია მოგონებები, რომ ოსიპ ბოვე, მოსკოვის დიდი თეატრის არქიტექტორი, აპროექტებდა რა სცენასა და მაყურებელთა დარბაზს, ოცნებობდა მათ გაყოფას სარკის ფარდით. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი თეატრის მთავარი მხატვარი ვიქტორ სიმოვი იყო, მარჯანიშვილმა სცენის ფარდის ესკიზი სახელწოდებით მასკარადი დაუკვეთა მხატვარ სტილიზატორს, სიმბოლიზმის ოსტატს, ვერცხლის საუკუნის მხატვრობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს კონსტანტინე სომოვს. სომოვმა შეასრულა დაკვეთა იტალიური ნიღბების თეატრის კომედია დელ'არტეს თემაზე. ფარდის შესაკერად აარჩია სხვადასხვა ფაქტურისა და ფერის ქსოვილები: აბრეშუმი, ატლასი, ველური, ფარჩა და ხავერდი. აგვისტოში სომოვი თავის დას ანნას წერს: დილიდან საპოჟნიკოვთან ვიყავით მე და ვიქტორ სიმოვი. ქსოვილებს ვარჩევდით. გამაშეშა ქსოვილთა სილამაზემ და მდიდარმა არჩევადმა. იმდროინდელი თეატრალური კრიტიკოსი გიორგი კრიჟიცკი წერდა: სცენასა და მაყურებელთა დარბაზს ერთმანეთისაგან გამოყოფდა კონსტანტინე სომოვის ესკიზის მიხედვით შესრულებული მდიდრული, მხიარული, მასკარადული დღესასწაულის გამომხატველი აპლიკაციით მოქარგული ფარდა. ოქტომბერში კი პრემიერის წინ მხატვარი ისევ თავის დავს ატყობინებს: გუშინ ვნახე ფარდა, რომელიც ყველას მოსწონს, მე კი არა. თვლი, რომ ორიგინალი უფრო ლამაზია. თუმცა მაყურებელი ასე არ ფიქრობდა. სომოვი მორიდებით ატყობინებს შემდგომში თავის დას. გუშინ თავისუფალ თეატრში პრემიერა იყო. მთელი მოსკოვი მოვიდა. იყო წარმატება. მე ჰაერში მარწევდნენ. დაიცით, ეს იყო ეპოქა, როცა რუსეთში ხელოვნებასა და ლიტერატურაში ჩაისახა ახალი მოდერნისტული მიმდინარეობა, რომელიც რუსული კულტურის ისტორიაში შევიდა როგორც ვერცხლის საუკუნე. ახალი ეტაპის დასაწყისი რუსულ ფერწერაში დაკავშირებულია 19 საუკუნის 80-იან წლებში პეტერბურგში ჩამოყალიბებულ მხატვართა შემოქმედებით გაერთიანება მირის გუსვასთან, რომლის პირველი და მუდმივი წევრი ალექსანდრე ბენუასთან, ლეო ბაქსთან ერთად იყო კონსტანტინე სომოვი. შემდეგ მათ შეორდნენ სერგეი ძაგილევი, ევგენი ლასერე, ალექსანდრე გოლოვინი და ასე შემდეგ. მირის კუსნიკები ქადაგებდნენ სუფთა და თავისუფალ ხელოვნებას, ხელოვნებისთვის აღტაცებულები იყვნენ რუსული რომანსებით, ნიღბებითა და მარიონეტებით, კარნავალითა და თოჯინების თეატრით. ამ პერიოდში ხდება რუსული თეატრისა და თეატრალური მხატვრობის ძლიერი აღმავლობა. ამ დროის თეატრალური ძიებებისთვის დამახასიათებელია კონტრასტული გადაწყვეტები, გამოსახვის მეტაფორული ფორმა, სიმბოლიზმი, სევდანარევი გროტესკი. რუსეთში ლირიკასა და დრამატურგიის მნიშვნელოვან ფიგურებად იქცნენ იტალიური ბალაგანის, კომედია დელ'არტეს პერსონაჟები. რუსულ მოდერნიზმში ბალაგანის რეცეფციები არა იტალიიდან, არამედ გერმანულ-ფრანგული რომანტიზმიდან, შემდგომში კი ფრანგული სიმბოლიზმიდან შემოიჭრა. ამ
გარდატეხებისა და ნოვატორული ძიებების ეპოქაში კოტე მარჯანიშვილი მოსკოვის სამხატვრო თეატრის რეჟისორი იყო. მოსკოვის საზოგადოება კარგად იცნობდა და დიდ ინტერესს ავნენდა მისი დადგმული სპექტაკლებისადმი. მას იცნობდნენ როგორც ინდივიდუალური სტილის ექსპერიმენტატორ რეჟისორს. მარჯანიშვილის არჩევანი კონსტანტინე სომოვთან დაკავშირებით შემთხვევითი არ იყო. მას იზიდავდა მხატვრის ნაწარმოებებში ასახული პირობითი თეატრალური სამყარო, წამიერად გაყინული თეატრალური კადრი, პერსონაჟთა სტილიზებული თოჯინური ფორმები, დახვეწილი დეკორატიული ფერწერა ასოცირებული მუსიკალურ ჰანგებში. კოტე მარჯანიშვილის ჩანაფიქრი ექსპერიმენტული თეატრის არსი ასახული იყო ფარდაზე. თავისთავად სახელწოდება მასკარადი ნიშნავს დღესასწაულს, სახალხო მსვლელობას. ფარდაზე გამოსახული იყო იტალიური მე-16 საუკუნის თეატრის კომედი დელარტეს ტრადიციული პერსონაჟები: შეყვარებული წყვილი, ბრიგელა და კოლომბინა, პიერო ეშმაკთან ერთად ექიმი არლეკინი ახალგაზრდა წყვილი ფლეიტითა და მანდოლინით. კომედია დელარტე იყო ბალაგანური თეატრი, პროფესიონალ მსახიობთა დასით, რომლებიც გამოდიოდნენ ნიღბებში და მართავდნენ სახალხო წარმოდგენებს ღია ცის ქვეშ. ჰქონდათ ტრადიციულ სასიყვარულო სამკუთხედზე დაყრდნობილი თემის მოკლე სიუჟეტური მონახაზი. დადგმების და ტექსტიც იყო სრულ იმპროვიზაციაზე. ერთი სპექტაკლის მსვლელობის დროს თამაშდებოდა დრამატული, ტრაგიკული, კომედიური, მუსიკალური და პანტომიმური სცენები. რეალურად ეს იყო თავისუფალი თეატრი, სადაც თეატრი იყო მრავალჟანრობრივი, ხოლო მსახიობი უნივერსალი. აი ეს იდეა დაედო საფუძვლად კოტე მარჯანიშვილის მიერ მოსკოვში დაარსებულ პირველ რუსულ ნოვატორულ ექსპერიმენტულ თეატრს. ნათელია, რომ ფარდის გაფორმების იდეა ნაკარნახები იყო მარჯანიშვილის რემარკით. კომპოზიციის გასახსნელად მხატვარმა მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის დამახასიათებელ ხელს თეატრი თეატრში მიმართა. ფარდაზე გამოსახა ღია ცის ქვეშ გამართული ბალაგანური თეატრის სპექტაკლის მიზანსცენა. მიზანსცენა, რომელსაც მხატვარი წარმოგვიდგენს, გაყინული კადრია თეატრალური თამაშისა, მასში მონაწილე მარიონეტული გმირებით, დამახასიათებელი თოჯინური ჟესტებითა და სხეულის ტეხილი მოძრაობებით. მათთან ახლავთ ნიღაბი, რაც ძლიერ დამახასიათებელია როგორც ეპოქისთვის, ასევე სომოვის ნამუშევრებისთვის. მათი მიხედვით განწყობა დრამასა და კომედიაზე მიგვანიშნებს. კომპოზიცია სიბწყობრივია, რაც აძლიერებს მის დეკორატიულობას, ამავე დროს საოცრად გაწონასწორებული. მარჯვენა და მარცხენა მხარე ერთმანეთის სიმეტრიულია, ხოლო ცენტრში შადრევნის ფონზე, რომელიც განაყოფიერების სიმბოლოს მოგვაგონებს, გამოსახულია შეყვარებულთა მსხვილი ფიგურები, რომლებიც წარმოსახვით სამკუთხედშია ჩაწერილი. სამკუთხედის ზედა წერტილი შადრევანის თავია, ქვედა ორი წერტილი ქალის კაბის შლეიფი და მამაკაცის უკან გადადგმული ფეხის წვერი. აქვე ღრუბლებზე ანგელოზები ამური და ფსიქი აღმოჩენს. კომპოზიციის ასეთი აგება აღორძინების ეპოქის მხატვრების დამახასიათებელი ნიშანია. ფარდაზე აღღერებული ოქროსფერი, წითელი, მწვანე ფერები, დიდი აქცენტების სახით ეფექტურად გამოყოფილი, საერთო ჭრელი ფონიდან მთლიანობაში ფერთა სიმფონიას ქმნიან. სიტყვაზე მენდეთ, მსგავსი ესთეტიკური სილამაზის ქმნილება მე იშვიათად მინახავს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამუშევარი ყველაზე მუსიკალურია სომოვის ნამუშევართა შორის. ამავე პერიოდის გამოჩენილი პოეტი მიხეილ კუზმინი მოგონებებში წერს: მიუხედავად თეატრითა და თეატრალურობით გატაცებისა, კონსტანტინე სომოვმა თითქმის არაფერი შექმნა სცენისათვის, თუ არ ჩავთვლით ფარდას, რომელიც მისი ნახატის მიხედვით შეიკერა მოსკოვის თავისუფალი თეატრისთვის. არ მგონია, რომ ამის მიზეზი იყო დეკორაციული ტექნიკისადმი მიდრეკილების არ ქონა. ფიქრობ, რომ სომოვს, რომელიც შეჩვეული იყო მთელი სამყარო, განეხილა როგორც თეატრალური, ლამის თოჯინური თამაში, პრაქტიკული თეატრალური სამუშაო მიაჩნდა მეტისმეტად კონკრეტულ და უხეშ, მეტისმეტად მატერიალურ საქმედ. კონსტანტინე სომოვის სახელი იცის ყველა განათლებულმა ადამიანმა, არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. ის მსოფლიოს სიდიდის მოვლენაა და მისი სახელი შორსაა ისეთი ოსტატის სახელისაგან, რომელმაც ყველაფერი გამოთქვა და დაასრულა. სამწუხაროდ მარჯანიშვილის თავისუფალმა თეატრმა 1 წელი იარსება. დაიდგა 5 სპექტაკლი და მეპაიეთა განხეთქილების შედეგად დაიხურა, მაგრამ მისი არსებობის ერთმა წელმა წარუშლელი კვალი დატოვა რუსული თეატრალური ხელოვნების ისტორიაში, ხოლო თეატრის ბირთვიდან ალექსანდრე ტაიროვის და ალისა კოონენის კამერული თეატრი დაიბადა.
თავისუფალი თეატრის დახურვის შემდეგ ძვირადღირებული ფარდა ზომით 7 მეტრით 11 მეტრზე ვასილი სუხადორსკის დარჩა. მან დასაწყისში ფარდის ესკიში მხატვარს გადაუხადა 15,000 რუბლი. თუ არ ჩავთვლით სხვა ხარჯებსაც, ეს არის ქსოვილების შესყიდვა, 50 მკერავის სამთვიანი ჰონორარი. მაგრამ 1917 წელს ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ მას ნაციონალიზაციის წესით სხვა ქონებასთან ერთად ფარდაც ჩამოერთვა. და მინდა აქვე ვთქვა, რომ სუხადორსკის მეუღლე იყო ქართველი ქალბატონი, ჭავჭავაძე გვარად. და სუხადორსკი შემდეგ აი ეს მილიონერი კაცი ჩამოდის საქართველოში აბსოლუტურად გაკოტრებული უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვლება. დაბეჭდებით შემიძლია ვთქვა, რომ ფარდა უნიკალურია არა მარტო იმით, რომ იგი წარმოადგენს კონსტანტინე სომოვის ერთადერთ თეატრალურ ნამუშევარს სცენის ანტურაჟისთვის. ფარდა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ საქართველოს მუზეუმებში დაცული მირ ისკუსნიკი მხატვრების ბაქსტის, ბენუას, გოლოვინის და ლანსერეს თეატრალური ნამუშევრებისაგან განსხვავებით სრულად ასახავს რეტროსპექტივის და თეატრალურობას, რაც მე-19 საუკუნის მიჯნის რუსული ავანგარდული მხატვრობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი იყო.